რა არის თვლების შეყრა, ეგრეთ წოდებული რაზვალის გასწორება, რისთვის გვჭირდება და როგორ მივხვდეთ როდის გვაქვს გასაკეთებელი. სულ არსებობს თვლების სამი ძირითადი პოზიცია: ნახარი, ეგრეთ წოდებული რაზვალი, კასტერი და შეყრა, ეგრეთ წოდებული სხაჟდინია. დავიწყოთ რაზვალით, ანუ ბორბლების ვერტიკალური დახრა. თუ მანქანას წინიდან შევხედავ და ბორბლების ზედა მხარე არის დახრილი გარეთ, ამას ეწოდება დადებითი რაზვალი. თუ თვლების ზედა მხარე არის დახრილი შიგნით, შესაბამისად უარყოფითი რაზვალი. უარყოფითი დახრა გამოიყენება თანამედროვე მანქანებში, მოსახლეებში უკეთესად შესასვლელად. თუ მანქანას შევხედავთ გვერდიდან, ნახავთ კასტერის დახრის კუთხეს. თუ ის დახრილია წინ, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ეს ნიშნავს უარყოფით კასტერს. და თუ ის დახრილია მძღოლის მხარეს, ეს ნიშნავს დადებით კასტერს. დადებითი კასტერი ეხმარება ავტომობილს სტაბილურ სიარულში და მოხვევის შემდეგ ბორბლების თვით გასწორებაში. სწორად ისე, როგორც ამას სუპერმარკეტის ური გააკეთებს. რომ ნახოთ შეყრა, ანუ სხაჟდენია, ავტომობილს ზემოდან უნდა შევხედოთ. თუ თვლები არის მიმართული ცენტრიდან გარეთ, შეყრა არის უარყოფითი. თუ ბორბლები არის მიმართული შიგნით, შესაბამისად დადებითი. და როდის უნდა მივიდეთ რაზვალის გასასწორებლად? როდესაც ავტომობილი წინ სიარულისას დახმარების გარეშე ვერ ინარჩუნებს კურსს. თუ საჭეს მივუშვეთ, მანქანა მარჯვნივ ან მარცხნივ გადადის. თუ საბურავები არათანაბრად შიგნიდან ან გარედან ცვდება. თუ მანქანა ვერ მიგორავს და მომატებულია საწვავის მოხმარება. როდესაც დაბალ სიჩქარეზე მოხვევისას ისმის საბურავების წრეპინი. როდესაც საჭემ თავისით შეიცვალა პოზიცია ცენტრიდან მარცხნივ ან მარჯვნივ. გასასწორებელია რაზვალი ასევე დაკიდების ნაწილების შეცვლის შემდეგ. და საერთოდ რაზვალის გასწორების წინ სასურველია გაკეთდეს დაკიდების სისტემის დათვალიერება. მეტი ვიდეოებისთვის გამოიწერეთ YouTube არხი.